რა პროექტები განახორციელა კულტურის სამინისტრომ ერთი წლის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელმა დღეს სამინისტროს მუშაობას შეაჯამა და მედიას ანგარიში ჩააბარა. ირინა კეჭაყმაძე განაგრძობს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ირინა, რაზე გაამახვილა გურამ მოდიშარიამ დღეს ყურადღება? კეთი, გურამ მოდიშარიამ მისი მინისტრობის პერიოდში სამინისტროს ერთწლიანი მუშაობას შეჯამებას 45 წუთი დაუსთმო და ამ წუთებში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც განათლების კულტურის სამინისტროს ჰქონდა ამ ერთი წლის განმავლობაში. მისი განცხადებით მთავარი წარმატება სამინისტროს ის იყო, რომ მათ რეგიონებში კულტურული ცხოვრების ამაღლებას მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეს. ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც კულტურის სამინისტრომ განახორციელა და მთავარ პრიორიტეტად დაასახელა მიმდინარე ძეგლების რეაბილიტაცია ოშკის, ზაზმის და იშხნის და ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღეში იუნესკოს განიხილავს საკითხს გელათის რენომინაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას. მან აღნიშნა, რომ ძეგლების რეაბილიტაციას თურქული მხარე უკვე ქართველი ექსპერტების დახმარებით ახორციელებს და შეთანხმება თურქულ მხარესთან მოხდა მხოლოდ სიტყვიერი კეთილგანწყობის საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულება იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის უახლოეს პერიოდში ხელმოწერილი და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობა სამოოდებს გაგრძელდება. როდესაც რეაბილიტაცია დაიწყეს, მან იყო უხეში დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით და როდესაც უკვე ჩავიდა ჩვენი პირველი მეორე ექსპედიცია, როგორც მოგახსენებთ, ეს დარღვევები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, არავითარი ხელშეკრულება ჩვენ შორის არ არის. ეს იყო კეთილი ნება. განსაკუთრებით წარმატებული იყო მეოთხე ჩასვლა ჩვენი ექსპედიციის, მაშინ აღმოჩნდა, რომ ყველაფერს თურქული მხარე სწორად აკეთებს. ანუ ჩვენების რეკომენდაციით გურამ მოდიშარიამ ისაუბრა 5 ეკლესიასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც დავა მიმდინარეობს და კათოლიკური ეკლესია მოითხოვს, რომ ქონება გადაცემული იქნას კათოლიკურ ეკლესიაზე და ამასთან დაკავშირებით გურამ მოდიშარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს. და გამოგიტყდეთ რა მოვიდოდი მინისტრად სანამ დამნიშნავდნენ, მეც მეგონა რომ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხილავს ამ საკითხებს, ანუ იმ კონფლიქტურ საკითხებს, ანუ თუ რომელი კონფესიის არის ეს ეკლესია, როდის არის აშენებული და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. ჩემ და სამართლოდ მეც მაშინ არ ვიცოდი. ჩვენ ვართ ერთ-ერთ კომისიაში, ეს არის სამთავრობო კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს. მე ვარ მანდ, მე მაქვს ჩემი კუთხე, ასე ვთქვათ. თვითონ სამინისტროში ესეთი კომისია არ მოიაზრება. ჩვენ არა გვყავს და ჩვენ არა ვართ ამის სპეციალისტები. გურამ მოდიშარიამ ასევე ისაუბრა რაბათის ციხესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თურქეთიდან ჩამოვა კომისია და ისინი ერთობლივ შენიშვნების საფუძველზე გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ რაბათის გუმბათზე. მადლობთ, ირინა კეჭაყმაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.